მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია თუ წლების მანძილზე როგორ გამიუმჯობესდა თვითშეფასება. მაგრამ მოდი მანამდე იმ კითხვას გავცემ პასუხს, რა არის ზოგადად თვითშეფასება. თვითშეფასება ეს არის, როგორც ვუყურებთ საკუთარ თავს, ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენს მნიშვნელობას. თვითშეფასება შედგება ორი ძირითადი ასპექტისგან. პირველი არის თვითრწმენა, რამდენად გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების და მეორე არის თვითპატივისცემა. რამდენად ვაფასებთ საკუთარ თავს როგორც ადამიანს. თვითშეფასება შეიძლება იყოს მაღალი, დაბალი ან სადღაც შუაში. მაგალითად, დაბალი თვითშეფასება ხშირად გვაიძულებს, რომ საკუთარ თავში შევიტანოთ ეჭვი. და ზოგჯერ გვაფიქრებს, რომ არ ვართ საკმარისად კარგი. ხოლო მაღალი თვითშეფასება გვაძლევს ძალას და мотивაციას. ახლა კი დაპირებული ისტორია. მოკლედ, მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც თვითშეფასება საერთოდ არ ჰქონდა. არ მქონდა საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა. უბრალოდ ადამიანს, როდესაც ვესაუბრებოდი, არც კი ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემი მოსმენა მნიშვნელოვანი იყო. მეგონა, რომ ჩემი აზრი არ იყო მნიშვნელოვანი, ამიტომ ვფიქრობდი, მოდი არც კი ვისაუბრებ. თვითშეფასებას ზოგადად აქვს ძალიან მრავალმხრივი გაშლა. მაგალითად, ადამიანს თავის ფინანსების მხრივ შეიძლება მაღალი თვითშეფასება ჰქონდეს, მაგრამ პირად ურთიერთობაში ძალიან დაბალი. ჩემი თვითშეფასება კი ცხოვრების უმეტეს სფეროში იყო 0.